ეს საკითხული სახარებიდან განსაკუთრებით ყურადღების ღირსად ვთვლი ვისაუბრო რამოდენიმე თემას. პირველი მათ შორის არის მდიდარის ცხოვნების შესახებ. შემდგომ იქ იყო მოთხრობილი რომ არ არის დაფარული რომ არ განცხადდეს და მესამე თემა ყველაზე ალბათ ჩვენთვის საჭიროა თემა ეს იყო ვისთვის არის შესაძლებელი ცხოვნება. ეს საოცრად სერიოზული საკითხებია ძალიან სიცოცხლის თვალფასი საკითხებია იმიტომ რომ ცხოვნების ჩვენი ცხოვრების მიზანი არის ცხოვნება ხო და რას ვერთ ამ გაგებაში ცხოვნებაში როგორ გავიაზრებთ ჩვენ ამას რა არის ცხოვნება ცხოვნება ეკლესიური სწავლებით ეს არის ღმერთთან დამკვიდრება ღმერთთან მარადისობაში დამკვიდრება ღმერთთან შეერთება განმხრთობა თეოზისი ერთზნად ასე წარმოიქმნის ეს ადამიანი შეერთება ღმერთთან ეს არის ცხოვნება ძალიან მოკლედ და ვიწროთ რომ მოგიყვეთ ამის შესახებ და ეს არის უმთავრესი მიზანი ჩვენი ცხოვრების მიზანი არის დაუბრუნდეთ იმ საწყის საიდანაც წამოვიდა ადამიანი გახსოვთ ალბათ ეკლესიასტერსი წერია ასეთი რამ რომ სხეული დაუბრუნდება მიწას რომლისაგანაც შეიქმნა ხოლო სული დაუბრუნდება ღმერთს რომლისგანაც იქნა მოხსენილი ჩვენი მიზანი არის დაუბრუნდეთ ღმერთთან ღმერთი მიუწვდომელია დაუტევნელია გამოუთქმელია ადამიანის გონებისთვის ვერ წდება ადამიანის გონება რა არის კონკრეტულად ღმერთი ამის დაკონკრეტება ადამიანს არ შეუძლია ეს აღემატება ჩვენ გონებრივ პოტენციალს იმიტომ რომ იმდენად დიდია შემოქმედება ღმერთის რასაც ჩვენ ვხედავთ ეს უბრალოდ შეუძლებელია დაიტიო და წარმოიდგინო როგორ შეიქმნა ეს უზარმაზარი სამყარო უსასრულო როგორ კიდია ცაში სივრცეში უზარმაზარი მასა დედამიწა და ამაზე 100-ჯერ მეტი თითო ვარსკვლავი 100-ჯერ მეტია დაახლოებით დედამიწაზე ეს ვარსკვლავები არის დაუსრულებელი რაოდენობის და galaktikების იქეთ კიდევ რაღაცები აღმოაჩინა მეცნიერებმა ეს არის უსასრულო სამყარო რომლის შემოქმედის ძალა დიდება და ყოველი შემძლეობა ადამიანის გონებისთვის ნამდვილად მიუწვდომელი ჩვენ მხოლოდ ისა გვაქვს განცხადებული რაც საჭიროა ჩვენი ცხოვნებისათვის რაც საჭიროა ჩვენი ღმერთთან დასაბრუნება და ამ თემაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მაშინ თანმიმდევრობით მივყვეთ თემას ქრისტე ღმერთთან მივიდა ახალგაზრდა ყმაწვილი რომელიც საკმაოდ მდიდარი გახლდათ და ჰკითხა მას რა ვქნა მე უფალო რომ დავიკვიდრო სასუფეველო ღმერთი პასუხობს მას უფალო სახიერო თავს უთხრა და ღმერთი ეუბნება რატომ მეუბნები სახიერს სახიერი არის მხოლოდ ღმერთი რატომ უთხრეს ღმერთი იმიტომ რომ თუ შენ აღიარებ რომ ღმერთია ქრისტე და სახიერია და მასთან ამისთვის მიდიხარ მაშინ მისი ნათქვამი სიტყვა შენთვის უნდა იქნეს კანონი და შემდგომ მოვლენების განვითარება გვიჩვენებს რომ ეს ასე არ მოხდა ღმერთმა შეახსენა პირველივე სიტყვებშივე რომ რად მეუბნები მე სახიერს სახიერი მხოლოდ ღმერთია თუ მეუბნები სახიერო მაშინ შენ მე მაღიარებ როგორც მესიას ჭეშმარიტ ღმერთს და შემდგომად ჩემი ნათქვამი სიტყვები შენთვის უნდა იყოს მაცხოვნებელი და კანონი და მე როგორ გავიმეორებ და ვიტყვი რომ ეს ასე არ აღმოჩნდა მოვლენებმა გამოაჩინეს შემდგომ ისე განვითარდა მოვლენები ღმერთი ეუბნება შენ იცი ცნებები და დაიცავის ატირეს დედასა და მამას არა კაცკლა არა იფარო არა იმრუშო ეს ყმაწვილი პასუხობს მე ამას ბავშვობიდანვე ვიქნი და რაიღა მაკს მეო მე ამას ბავშვობიდან ვაკეთებ და მაშინ რა მაკლია ცხოვნებისათვის მაშინ ღმერთი პასუხობს გახიდე ყველაფერი გონაგები შენი რაც აგავს დაურიგე ღარიბებს და მოდი და შემომიდეგი მე აი ეს მომენტი აღმოჩნდა ყველაზე ძნელად დასაძლევი ამ კაცისათვის მან ეს ვერ ხმნა ვერ
დაძლია საკუთარ თავში სიმდიდრისა და ამაოების სიყვარულს და განეშორა და წავიდა. რამდენად საგულისხმო მომენტია. მე სულ 12 წელია მღვდელი გახდა. ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანებულა და უთქვია, როგორ მოიქცე ამაო, მინდა ვიმართულო, მინდა ვილოცო, მინდა ქრისტიანი ვიყო ჭეშმარიტად, მინდა შეუდგე ღმერთს და ვიარო მის გზაზე. და ეს იგავი მახსენდება სულ. მეც ვეუბნები, შვილო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს კაცი რაღაცას აკეთებს და მე დაიწყება ამ ქვეყნიური ცხოვრებით და ქვეყნის ცხოვრებას დამბრძოლება. ესე იგი, ჩვენ არ ყოფნის ძალა, ჩვენ არ ყოფნის წმენა, არ ყოფნის თავდადება და თავგანწირვა, როგორც იმ მაწვილ კაცს, მოუწყვეთ ამავებას ამ ქვეყანას, მოუწყვეთ სიმდიდრეს. მე უყალებ ძამებს, აღანავთობს ამ თემას და ამბობს, რომ გეტყვით, რომ უადვილეს არს აკლემისა ნემსის ყუთში გაძრომა, ვიდრე მდიდარის ცხოვრება. ფაქტიურად ამით ყველაფერზე გადაკეტილია. შეიძლება აკლემი გაძრეს ნემსის ყუთში? ვერ შეიძლება ამას ვერანაირად. რანაირ ნემსი უნდა გააკეთო, რომ აკლემი გაძრეს მის ყუთში. ესე იგი, ფაქტიურად გადაიკეტა გზა ცხოვრებისა. მაგრამ სახარება ხო სიმართლის სიგნეა, ღმერთი ხომ არ შეიძლება რაღაცას ეუბნებოდეს ისეც, რომელიც მართალი არ არის. ღმერთმა სიმართლე უთხრა, თავის მოციქულებს. ის ბავშვი რო წავიდა, დათმო უნდა ეწყინა და დასხდა გული, მაგრამ მოციქულებს უთხრა, რომ აი მდიდარი სასუფეველში შესვლა შეუძლებელია ფაქტიურად. რატომ? აი ეხლა ეს გავაანალიზოთ და ვიფიქროთ ამაზე. რატომ არის მდიდარი კაცის სასუფეველში შესვლა ძნელი? ნუ თუ გრძალავს ღმერთი სიმდიდრეს. ღმერთი, რომელმაც ასე მდიდრად შექმნა ყველაფერი უზომოდ ლამაზი და მდიდარი, არაფერი არ აკლია, რაც შექმნილი. ნებისმიერი რაც გინდა აიღოთ, ეს იქნება სულიერი, თუმცა უსულო არაფერი არ არის ღმერთის სამყაროში. ყველაფერი სულიერია, მიწა სულიერია, ხე სულიერია და უსულო. ყველაფერი ძალიან ლამაზი, ადამიანი ხო ულამაზესი ქმნილება. რა აკლია ადამიანს? არაფერი არ აქვს, ეს არის ულამაზესი ქმნილება. სიაღმართული ტორსი, ულამაზესი სხეული, თავი, თვალები, ხელები, კბილები, რა ვიცი, ყველაფერი ულამაზესი და კარგი. მე ახლა ზოგიერთ შეიძლება ცუდი კბილები გქონდეს შემქშა, მაგრამ ეს დარღვეული ცხოვრების შედეგია. მაგრამ ღმერთი ქმნის სამყაროს ულამაზესი ფერებით და სიმდიდრით. თვითონ ჩიტის, უბრალოდ ჩიტი რო აიღო და შეხედო ულამაზესია. არაფერი არ აქვს, მდიდრულად არის შემკული, განსაკუთრებით თის ჩიტებით ვინახიათ. ეს ულამაზესად მორთულ მოკაზმული ფერებში, ხალხ უყურებ და ვერ ძლებ. ამდე შეხედეთ რანაირი შკილია, რამდენაირი გემოა, ფერია. ღმერთს არაფერი არ ეშუღება, ის მდიდრად ყველაფერს აფრქვევს ადამიანს თავზე წყალობას. მაგრამ ნუ თუ ასეთი ესე იგი ღმერთი, რომელიც ასე მდიდრულად ყველაფერს გვაძლევს, კრძალავს სიმდიდრეს. არა, წინააღმდეგობა ღმერთში არ შეიძლება იყოს. ღმერთი აკრძალავს, კონდეს ადამიანს ლამაზი სახლი, კონდეს ლამაზი ავეჯი, ან კონდეს ლამაზი მანქანა, ყავდეს ლამაზი ცოლი და ყავდეს ლამაზი შვილები. არ გრძალავს ამ სიმდიდრეს. არც ოქროს ტარებას გიგრძალავს. მაგრამ ღმერთი ხედავს დაცემული ბუნების შედეგს, რომ ადამიანი ხდება მონა იმ ნივთებისა, რომელსაც ის მოიპოვებს და შემდგომ ვერ თავისუფლდება ამისაგან. და ის ხდება ტყვე იმ სიმდიდრისა და მას უკვე აღარავინ და აღარაფერი აღარ აინტერესებს, არც ღმერთი, არც სასუფეველი, არც ცხოვრება, გარდა იმ სიმდიდრისა, რომელიც მოიპოვა. ჩემს პირად მაგალითს მოგასწრებთ. ერთხელ დაბადების დღეზე ერთმა კეთილმა კაცმა მაჩვენა პატარა ტელევიზორი, ახლა ტელევიზორია, ელემენტებზე მუშაობს. ეს ახლა მაშინ ძალიან ისეთი განძი იყო. ერისკაცი კი არ იყო, სამხედრო პირი იყო, მაგრამ მაინც რაღაც კარგია, ეს ჯიბეში გიდეს პატარა ტელევიზორი, ტყეში წახვალ გინარეზე თუ სადაც გინდა წახ, ეს შეგვიძლია ჩართო და უყურო, ხო? ლამაზი ფერი. აი სიმდიდრე გამიტაცა ამ ტელევიზორმა. რომ ფანცკალი თუ ყურები სადიდო, ვინ აიღებდა, ვინ მოგიდებდა, ვინ გახსნიდა და მე მივხვდი შეესწავს შეუბედურო კაცო, ეს ტელევიზორი დაგვაყარ, საერთოდ ტელევიზორი ხო ეშმაკის მოგონილია, ვიდეოდეს ასეთი ლამაზი და პატარა და კომპაქტი. და ჩავკეტე ესებში და დებს და მაგათობა იყოს. ვი ეშმაკს. და გადავაბდო და გავწეხო ესეც არ ვიყო, რომ მაინც ადამიანის გონების ისე კი ადამიანს, აი მე პატარა ამბობ, ერთი პატარა ტელევიზორი მქონდა, ხო?
წარმოიდგინე შენ ახლა ადამიანს მთელი ცხოვრება განსაკუთრებით ჩვენ ქართველებს არ გიგროვებია ფული. ხო ჩვენ ვერავართ ამ ვერავერცხეთ ჯერ კიდე ამ ტალღაზე რო ფულების გროვება არ დაგვიწყია. ჩვენ ეთნიკური სომხები ან ებრაელები ეგვიპტის თხოვიდან გამოსვლიდან ოქროვერს აგროვებენ იქ სჭირდებოდა ეს საქმე და უთხრა მეტყვა რომ მეზობლებში ისესხება ოქროვერს და წამოიღო იმ დღიდან აგროვებენ შენ წარმოიდგინე 5000 წელია კაცი ოქროვერს აგროვებს მისი წინაპარი ის დამარხულია სადღაც იქვე და იმას მოშორდება მისი სულ და მისი გული ვერ მოშორდება ვერ შორდება ამიტომ ვერ მიიღო ებრაელმა ქრისტე იმიტომ რომ ქრისტე მე ხშირად მითქვა ყველაფერი დაფარული არის შენს. მე არავის არ განვიკითხავ და არავის არ გადანაშაულე. იყო საშინელი პერიოდი და ადამიანები ფიქრობდნენ რომ სხვანაირად უმეტესობა ადამიანებს ასე ფიქრობდნენ რომ სხვანაირად არ შეიძლება ცხოვრება. და ისინი იძულებული ხდებოდნენ ყოფილიყვნენ სადღაც კიდე სხვაგან რომელიც იყო დაფარული და რომელიც არ უნდა ცოდნოდა არავის. მაგრამ დღეს ამის საერთოდ არ უნდა იყოს. თუ საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი ერი და ღმერთის მადიდებელი ერი უნდა გათავისუფლდეთ ამ სცენისა და ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნება ეს დაფარვაც ეხლა რაც შეეხება ცხოვნებაზე იქ ლაპარაკი იყო ეკითხებიან მოციქულები ვის ხელმწიფების ცხოვნება ქრისტე ღმერთს და ღმერთი პირდაპირ პასუხობს ეს კაცთაგან შეუძლებელი არის კაცისთვის შეუძლებელია ღმერთთან დამკვიდრება არ არსებობს ისეთი კაცი, რომელმაც შეძლოს თავისი სიკეთით იქნება თუ ქალმოქმედებით, თუ მართლმორწმუნეობით, თუ ჯურის დაცვით, თუ დავიცი, რითაც არ უნდა ის მიწონებდეს და ეს და ის სასופველში შევიდეს. ამას ვერანაირი ძალა ვერ გადასცემს, ვერ გააღებს იმყარებს, რასაც ქვია ის სასופველი თუ ეს არის ღმერთი. ერთ კაცი ამას ვერ შეძლებს. მაგრამ ამით ჩვენ იმედი კი არ უნდა გადავიცურო და სასწრაფეთილებას კი არ უნდა მივეცეთ. არა, პირიქით უნდა ვიხაროდეს. ქართულად რატო ქვია ქრისტე ღმერთის მიერ ცხოვრების აღწერა სახარება. სახარება არის, ხო იცით, 4 სახარება მათე, მარკოზის, ლუკას და იონის. სახარება ეს იყო სიხარული უდიდესი ადამიანის მოდმისა, რომ მოვიდა ღმერთი კაცი განხორციელებული ქვეყნად და მან გაახსნა კარი სასופველისა. ქრისტეს მეშვეობით, ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით ადამიანები უბრუნდებიან ღმერთს მამას. ამიტომ ქვია მას ქართულად სახარება. ამაზე დიდი სასიხარულო რა უნდა იყოს. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვცხოვრდეთ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე ღმერთის რწმენით, მასში დამკვიდრებით, ნათლისღებით, მის ეკლესიაში ცხოვრებით, გულწრფელი სინანული ჩვენცოდებისა, ხშირი აღსარებითა და წმინდა ზიარების და ცხოვრების წესით. ეხლა მარტო ის რო იძახო რომ მე ქრისტემ წამს და იძახო რომ წამს ქრისტე და მე ვარ ქრისტიანი და საქმე არ გააკეთო არაფერი, შენ ხარ მათყუარი. სარწმუნოება twinier საქმის ამკვდარად. საქმის გარეშე სარწმუნოება არ არსებობს, მაგრამ ამ საქმით ამ პარტანობაც დამღობრელი. ეყურეთ როგორი საშუალო მდგომარეობა მართლმადიდებლობა ყოველგვარ რადიკალურ აზროვნებას კრძალავს. მართლმადიდებლობა არ მიიდრეკება არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. მართლმადიდებლობა არის სამეუფო გზა, შუაში ზომიერად მავალი. ის აღიარებს რომ არის ცოდვილი, მაგრამ ამავე დროს აქვს იმედი რომ ღმერთი მას შეიწყალებს თუ იქნება გულისწყლების ცხოვრება, სინანულით იცხოვრებს და ევედრება ღმერთს გადარჩენისათვის და სრულობს Ქრისტესაც. თუ არ უყვარს ღმერთი და არ უყვარს ადამიანი, ის კაცი ვერანაირად ვერ ცხოვრობს. აი წარმოიდგინე, ზოგიერთი მოვა და ამბობს რომ იცი ყველაფერს პატივა ერთი კაცი მძულს. არაფერი არ გამოვა ცხოვრებიდან. ერთი კაციც რო ბძულდეს, საკმარისია ეს რომ შენ სასופველი ვერასდროს ვერ იხდე. იმიტომ რომ იქნება ის ერთი კაცი, რომელიც შენ ბძულს საწმენო ღმერთისთვის თავის ცხოვრებით და ის კაცი სასופველში მოხდა შენ ის ბძულს. აი როგორ შეთავსდება ორი ადამიანი სასופველში თუ ერთს მეორეს ბძულს. გამორიცხულია თუ ვინმე ბძულს დამტკიცებულია რომ თქვენ ეს არის აქსიომა. სასופველში ვერავინ ვერ მოხდება. ამიტომ უპირველესად ყოვლისა გიყვარდეს თუნდა ღმერთი ყოველთა გულით და სულით და ძალით და გონებით და გიყვარდეს მოყვასი როგორც თავითვისი. და აკეთო ის რაც შენ თავისთვის გინდა სხვისთვის. აი მაშინ შენ შეიძლება მაშინ ღმერთს
მაქვს უფლება სული სამართლიანი უფლება, ღმერთს ხო სამართლიანი, რომ შენ სული დაამკვიდრო სასულთქოს. ეს ღვთისნება. ჩვენ მის ნებას უნდა მივენდოთ და ვიცხოვროთ ღმერთის დიდებთან და ღმერთის თაყვანისცემ. აი ეს რაც შეეხებოდა ცხოვრების საქმეს. მოკლედ. ეხლა ერთი საგულისხმო ფაქტი კიდევ. გუშინ იყო 1 სექტემბერი. თქვენ ალბათ იცით, საეკლესიო კალენდრის პირველი წელი. ის 1 სექტემბერი. 1 სექტემბერი ეკლესიის მიერ აღიარებულია ახალი წლის დასაწყისად. საეკლესიო ახალი წელი იწყება 1 სექტემბერში. ჩვენთან საუბედუროდ ეს ისე მოხდა ეშმაკის მეოხებით და მანქანებით, რომ ეს თარიღი ისე უნიშნელო და ისე არაფრის მთქმელად გააიპარება, რომ ერთ-ერთი კაცი ვერ ხდება, რომ დაიწყო საეკლესიო ახალი წელი. ეს დაკავშირებულია კონსტანტინე დიდი იმპერატორის ედიქტი გამოსამა პირდაპირ, რომ ქრისტიანობა აღიარებული იქნა რელიგიად ბიზანტიის იმპერიაში. აი ეს თარიღი ეკლესიამ აღიარა როგორც ახალი წლის დასაწყისს. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ იულიუსის კალენდარით ცხოვრობს. დღეს საუბედუროდ ჩვენ და საუბედუროდ მთელი კაცობრიობის მოდგმისა არსებობს კიდევ სხვა კალენდარი. ეს არის გრიგორიანული კალენდარი, რომელსაც ეხლა ერში ხმარობენ. და კიდე სხვა იქ ბუდისტური კალენდრები, იაპონური კალენდრები და საშინელებაა ქართველი კაცი ასეთი ზნეობისა და ეთიკის, ასეთი კულტურისა და ტრადიციების მქონე კაცი იზიარებს, რომ ეს წელი შეიძლება იყოს დროხის ან მაიმუნის. როგორ შეიძლება დაეცეს და დააკნინდეს ქართული აზროვნება, ქართული კულტურა და ზნეობა, რომ დროხის წელი იყოს ან მაიმუნის წელი. როგორ შეიძლება ამ დონეზე დაეცე ადამიანი? და ამას მიჯერებენ და სახში კიდევენ ხარის სურათებს, ცხენის სურათებს, ზაღლის სურათებს, ღრეანკელების და რაღაც ათასი უბედურებების სურათებს. ხალხო, ეს არის ეს დიდი შეურაცხყოფა, დიდი ეროვნული მოღვაწეების და სულელი მოღვაწეების, რომელსაც ეს 2000 წელი გაიარეს ქრისტიანული ზნეობითა და ეთიკით. საერთოდ ჩვენი ეთიკა დაცემულია და ზნეობა, აი კიბერზე რომ ამოვდივართ, ნახეთ როგორი ნაგავია ის. ჩვენ სადაც ცხოვრობთ, როგორი ნაგავია. ჩვენი არ არის ეს ქალაქი. ჩვენ არ ცხოვრობთ. როგორი ურთიერთობა ქუჩაში, როგორი მიმართვება, რას არ გაიგო, აი ზნეობის დაცემა. და ამას რა თქმა უნდა ეშმაკი თავის სასარგებლოდ იყენებს და ერში დაამკვიდრდა კალენდარი, რომელიც პირდაპირ ეშმაკის მიერ არის მოწოდებული. აი ეს საერო კალენდარი, რომელსაც ეხლა ჩვენი ქვეყანა ხმარობს, ეს პირდაპირ ეშმაკისეული კალენდარია, რომლის თავზე მოხელასაც ცდილობენ დღეს ჩვენზეც, ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას. რაც კატასტროფა იქნება ნამდვილად. არაფრით არ შეიძლება ჩვენ გავხდეთ იმ კალენდრის მიმდევრებით. რატომ ეხლა მე თქვენ აგიხსნით ამას? იულიუს კალენდარი ეს არის ერთ-ერთი უზუსტესი კალენდარი, რომელიც მთელი galaktikis კი არა, როგორც ეს გრიგორიანულ კალენდარში, არამედ მთელი სამყაროში მოძრაობის ერთ წრეს აღნიშნავს. სამყაროში, აი მზის მოძრაობის ერთ წრეს აღნიშნავს იულიუსის კალენდარი. ეს არის მისტიური კალენდარი, რომელიც მოიცავს მთელ სამყაროს. გრიგორიანული კალენდარი მხოლოდ მზის სისტემას მოიცავს და აქედან გამომდინარე ის არც არის ზუსტი და ყოველი რამოდენიმე 100 ან 50 წლის შემდეგ საჭიროებს დაზუსტებას. ეხლა ხო სხვაობაა 14 დღეში, 13 დღეში. გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს სხვაობა გაიზრდება და მე იქნება 15 დღეში. ესე იგი სიზუსტეზე რო ლაპარაკობენ და იტყუებიან, ეს არის სიცრუე. იმიტომ არავით არის სიზუსტე გრიგორიანულ კალენდარში არ არის. რატომ იქნა მიღებული ეს კალენდარი? გრიგორი ეს იყო რომის პაპი, რომელიც დაუძინებელი მტერი იყო მართლმადიდებლობისა, მიიღო დაავალა თავის მეცნიერებს, შეექმნათ ახალი კალენდარი. და როცა შექმნეს ეს კალენდარი და გამოაცხადეს და მიიღეს ერთმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა გაუგზავნა შეკითხვა. კი, მაგრამ შენ მე-17 საუკუნეში ხდებს. რატომ აკეთებ ამას? იმიტომ რომ მიწასთან გავასწორო მართლმადიდებლობა იყო. ეს პირდაპირ მიმართულია მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო. რა ხდება? რატომ შეიძლება ეს კალენდარი იყოს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო? აგიხსნით ძალიან უბრალოდ. ქრისტე ღმერთის შობა ჯერ ხარებად შობა, ნათლისღება და ყველა ის ქრისტიანულ დღესასწაული, რომელსაც ჩვენ დღესასწაულობთ, ეს ძველი სტილით. მე-16 მე-17 საუკუნეში ყველგან იყო ერთი სტილი. რომშიც და ყველგან სხვა. გამიგეთ მთელი 17 საუკუნე. ყველა დღესასწაული, ყველა წმიდა, რომელსაც ჩვენ მეუღლებას ავთხოვთ,
ყველა წმინდა საქართველოს ეკლესიისა წმინდათა რიგში აყვანილია ძველი კალენდარი, იულიუსის ეკლესიის კალენდარი, ჩვენი კალენდარი. არსებობს ორი ეკლესია, ზეციური და მიწიერი. ზეციური არის მოზეიმი ეკლესია, ეს არის ღმერთი, არის ყოვლადწმენდა ღვთისმშობელი, ანგელოზ და 900 და წმინდათა დასი. ეს არის ზეციური მოზეიმი ეკლესია, რომელიც ზეიმობს ამ ქვეყანაზე და ცოდვაზე გამარჯვებას და სასუფეო შეერთად დამშვიდებას. და არის მიწიერი ეკლესია, ჩვენ მიწიერი ეკლესიის შვილები ვართ. ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია, ჩვენ ყოველდღიურად ვებრძვით ცოდვას. ზეციურსა და მიწიურს აერთებს სულიწმინდა ღმერთი. და თუ ჩვენ ღმერთმა ნუიქნებით და ნუიყოფით ამ კალენდარს დაუტევებთ და გადავათ იმ კალენდარზე, ჩვენ მოვწყდებით ზეციური ეკლესიის მადლმოსილებას. და ჩვენ აღმოჩნდებით ბუტაფორიულ ეკლესიაში, როგორც არის ახლა ეს რომის ეკლესია, შეეხება ლამაზია ყველაფერი, ლამაზად სკამები აჭრია, გასპეტაკებული, გალამაზებული ეშოება, მაგრამ მადლმოსილება იქ არის, იქ ეშმაკი იბრძვის და ფოტოს. ამიტომ ჩემო ძვირფასო ხალხო, ეს კალენდარი ჩვენთვის სასიცოცხლო კალენდარია, ეს აუცილებელი კალენდარია და მე გილოცავთ იმ ახალი წლის დაწყებას, რომელიც გუშინ დაიწყო, გისურვებთ რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ეზოებისთვის, სადაც ცხოვრობთ, ჩვენი სოფლებისთვის, ქალაქებისთვის და სულიად საქართველოსთვის მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს. თუმცა, ხედავთ ალბათ რომ ძიმე პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ცხოვრებაც შეუძლებელია. იმიტომ რომ მე შვილი ვარ ამ ქვეყნისა და ჩემთვის ტკივნეულია ყველაფერი რაც ხდება აქ, თუნდაც იქ რა მნიშვნელობა აქვს, სადაც არ უნდა ხდებოდეს. ორი მართლმადიდებელია რუსეთი და საქართველო. ლამის არის ერთმანეთს მტრად გადავეკიდოთ და ერთმანეთს ომი გამოუცხადოთ. ეს ხო საშინელო, ეს ვისაწყობს ხელს ახლა დავფიქრდეთ კარგად. რუსეთს თუ საქართველოს არც ერთს და არც ერთს. ცდილობენ პოლიტიკოსები შეაძუნონ ერთმანეთი ხალხს. ჩვენ შევძლებთ რუსი ხალხი, რუს ხალხს შევძლებთ ჩვენ. ეს თესლი თუ ჩაიქეს საშინელოა, იმიტომ რომ ამიტომ მართლმადიდებლობა და დასუსტება და დაკნინდება. ჩვენ მოვწყდებთ უზარმაზარ მართლმადიდებლურ სამყაროს, თუმცა ისინი წევდებენ უზარმაზარ მადლს, იმიტომ რუსეთი არ არსებობდა საერთოდ. როდესაც საქართველო ბრწყინავდა თავისი ქრისტიანული ცხოვრების წესითა და კულტურით და ზნეობითა და ეთიკით. საქართველოში ეწამებოდნენ ქრისტესთვის არა ქართველები. აი იმდენად ამაღლებული იყო ქართული ზნეობა, ზოგიერთ უყურს და ვერ გაუგია. რატომ არის პირველ საუკუნეში აი ხალხმა რაჟდენი ეწამა ისე ერთად. ესენს უყურს არა ქართველები არის. აბო არაბი იყო, რაჟდენი სპარსი იყო, ერთადი ცეთელი კიდე ისიც სპარსი იყო წარმოშობით მოგვი. შუშანიკი სომეხი. არდენ მანკონენის ასო. ეს პირველი მოწამეები საქართველოში არა ქართველები და რატომ? იმიტომ რომ ზნეობა, ქართული ზნეობა იყო იმდენად ამაღლებული, იმდენად ესთეტიკური, ლამაზი და მშვენიერი, რომ ადამიანი სხვა რჯულისა და სხვა წესის ადამიანი ხდებოდა ქართველი და ეს ნიშნავდა იმას, რომ ის ხდებოდა ქრისტიანი. აბა წარმოვიდგინე შენ აი მე რომ გავდიოდი საზღვარგარეთ, რასაც ქვია საზღვარგარეთ, ეს დამყუდი ეს რა საკრებაშვილის პერიოდი ფარგლებში ხოლმე. აი როცა ერისკაცი ვიყავი და დავდიოდი ხო სხვადასხვა ქვეყნებში, აი რუსეთში, ყაზახეთში, სხვადასხვა ბალტიისპირეთში შესვლა, მე ყოველთვის ვცდილობდი წარმოვიჩინა ჩემი თავი ქართველად, როგორი იყო ქართველიერი. ამას მე ვიყავი თუ არ ვიყავი, კარგად ვცდილობდი კარგად წარმოვიჩინა. ყველა კაცი ვცდილობს თავის ერთ კარგად წარმოაჩინოს. აბა ნახე ნებისმიერ ჩუქჩარო ჩამდის თავის კულტურაზე გელაპარაკება, თავის ზნეობაზე გელაპარაკება, თავის ტრადიციებზე, თავის რელიგიურ განცდაზე გელაპარაკება. და აი და ის არაბი რო შემოვიდა დამპყრობელი იყო. მორეული იყო საქართველოს დაჩოქებული ყავდა ბატონი იყო ამირაისა თბილისში. და აი ამ დროს დამპყრობელი ხდება შენი ზნეობისა და შენი კულტურის თანაზიარზე, შენი სარწმუნოებისათვის, შენი ჭეშმარიტ ღმერთისათვის ხდება. არ არის ეს რაღაცის დიდის მომასწრებელი საქართველოში უდიდესი კულტურა ზნეობრივი კულტურული ცხოვრება და იყო ქრისტიანული ზნეობა უმაღლესი. აბა რატომ გახდებოდა ხარდო თბილელი ქრისტიანი თუ არ დაინახავდა რომ ის უკეთესი იყო? რატომ ეხლა არ უნდა არის ქართველობა და რატომ მალა? რატომ იყო რომ ერთი რამოდენიმე ათეული წლის უკან ყველა ეძახდა რომ ქართველი უკეთესი იყო მაშინ ზნეობა და უკეთესი იყო ქართული აზროვნა. აი დაგვაყენა ჩვენ იმან რომ ჩვენ ძალიან პრაგმატულები და მიწიერები ვართ. მოვწყდით ხეები მათ და გავხდით მიწიერები და მიწიერება კიდე საშინელება. ამიტომ
ამიტომ ამ ეკლესიურ აზროვნებას ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის და ფარგლებელი დღისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. და რადგან საეკლესიო წელი დაიწყო, მე ვიფიქრე, რომ აი მომავალი ჩემი წლების დროს, ეს ორი კვირის შემდგომ ისე მე გესაუბრები თქვენ აუცილებლად რელიგიაზე, გესაუბრები მრწამსზე, რაც საფუძველია მართლმადიდებლობისა და ჩვენი მრწამსის 12-ვე წელს გავარჩევთ და ვისაუბრებთ ამაზე. იმიტომ რომ მე ხშირად ვხვდები ადამიანებს აქ მრევლს, ჩემსაც და სხვა მრევლსაც, რომლებმაც არ იციან კარგად რა არის ჩვენი რელიგია, რა სასწაულის, რაზეა დაფუძნებული. რა არის ძირითადი დოგმატები, ეს თუ არ იცი, შენ საწმენობა იქნება სუსტი. საერთოდ თუ არ იცი რა წამს და როგორ წამს, საწმენობა სუსტია. ამიტომ მოდით ჩვენ ასე შევთანხმდეთ, რომ მე ვეცდები დავიწყო აი ახალი წელია დამყარება და ამ ახალ წელში მომავალი ჩემი ხადაგება მიეძღვნება რელიგიას კერძოდ წამსის შესწავლას დავიწყო. მართლა დავიწყოთ და მართლა ბედნიერი წელი მოგცეს ჩვენ ყველა ადამიანს და